გამარჯობათ. Windows-ში გასწავლით როგორ შეიძლება შევქმნათ UCOS ვებგვერდი. გადავიღებ ორ ნაწილს. ამ ნაწილში ვისწავლით ჩვენ UCOS ვებგვერდის შექმნას და მის FTP-ს დაკავშირებას, თავდაპირველად ჩვენი სასურველი ფაილები, ხოლო მეორე ნაწილში ვისწავლით ჩვენ დიზაინის დაყენებას, გადაკართულებას და ამ შემდეგ. კარგი, დავიწყოთ. მართალია ძალიან ბევრი მასის როგორ შეიძლება გავაკეთოთ UCOS ვებგვერდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ეს არ იციან. კარგი, დავიწყოთ. შევიდეთ პირველ რიგში საიტ ucos.com-ზე და დავაჭიროთ get started. არის შეგადას გადავართ ჩვენ სარეგისტრაციო გვერდზე. პირველ რიგში უნდა ჩავწეროთ ჩვენი მეილი და მეორე რიგში უნდა ჩავწეროთ ჩვენი სასურველი პაროლი ან მეილის პაროლი. კარგი, დავწეროთ და დავაჭიროთ continue, ანუ გაგრძელება. აქ უნდა შევიყვანოთ პირველ რიგში ისე გავიმეოროთ მეილი და აქ დავწეროთ ისე ის პაროლი. შემდეგ ქვემოთ დავწეროთ სახელი. ნუ აქ ჩავწეროთ გვარი, მაგრამ მოდი აქაც სახელს დავწერ. არ აქვს მნიშვნელობა ამას. და აქ დავწეროთ ნიკი. მოდი აქ ნიქსის გავიმეორეთ ჩემს სახელს და აქ დავწეროთ დაბადების თარიღი. კარგი, აქ შევიყვანოთ დაბადების თარიღი. აქ ავირჩიოთ სქესი, ამრობითი და აქ ავირჩიოთ ადგილი, ბათუმი და აქ უსაფრთხოების კოდი. დავეთანხმოთ და დავიჭიროთ sign up. კარგი, მოდი ხა შევამოწმოთ ჩვენი მეილი და დავადასტუროთ. როგორც მოსული აქვს წერილი და დავაჭიროთ პირველ მურს. ამის შემდეგ გადავართ ჩვენ ნუ აქ არის საიდუმლო კითხვა, აქ არის საიდუმლო კითხვის პასუხი და აქ არის სამართავი პანელის პაროლი. კარგი, აქ ავირჩიოთ კითხვა, ფავორიტი სიმღერა, ნუ გავირჩიოთ მაგალითად პასუხი. ნუ იყოს ესე და დავაჭიროთ start website building. ნუ ეს UCOS-ზე ესეთი რამ არ იყო, ნუ აქ შეიძლება რეგისტრირებოდით, მაგრამ ეხლა გვჭირდება ჩვენ ნომერი. კარგი, ავირჩიოთ ნომერი. და დავაჭიროთ confirm. კარგი, გაგზავნილია, ახლა შევამოწმოთ ჩვენს მობილურზე იქნება მოსული წერილი UCOS-ისგან. კარგი, წერილი მოსულია და შევიყვანოთ. და დავაჭიროთ confirm. კარგი, ნუ გადავედით შემდეგ გვერდზე, სადაც უნდა შევიყვანოთ web address, ანუ უნდა შევიყვანოთ ჩვენი სასურველი სახელი, რაც გვინდა რომ ერქვათ ჩვენს web გვერდს, მაგალითად დავიჩოთ ესეთი რამ. და აქ ავიჩოთ დაბლოება, ანუ ეს არის ucos.com, ucos.net, ucos.org, ucos.ru და შემდეგ მოკლედ თქვენ სასურველს არიჩოთ. კარგი, ავიჩოთ ucos.com-ს და აქ შევიყვანოთ უსაფრთხოების კოდი. დავეთანხმოთ და დავაჭიროთ create a website. კარგი, დავაჭიროთ go to the control panel. ესე გადავართ ჩვენ სამართალ პანელში. ნუ პირველ რიგში უნდა ჩავწეროთ ვებგვერდის ტაიტლი. ანუ როდესაც ჩვენ გადავიდეთ სხვა ვებგვერდზე, არის ზემოთ წარწერა, როგორც ამ შემთხვევაში არის create own website. მოკლედ შევიყვანოთ აქ ესეთი რამ. კარგი, აქ ავირჩიოთ დიზაინი. ანუ აქ უხოთი გვთავაზობს დიზაინებს. აქ ავირჩიოთ ენა. ნუ რა ენაზე იყოს ვებგვერდი. კარგი, დავაჭიროთ continue. და აქ ავირჩიოთ მოდულები. კარგი,
მოდი ყველას ავირჩევ და დავაჭერთ continue. ანუ გაგრძელებ. კარგი, დავრდებით რამდენიმე წამი შეგიძლიათ შევარჩენთ სამართა პანელში. ანუ გადავიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე. და როგორცაც უკვე ჩვენებიათ უპრობლემოდ შევედით ვებ გვერდზე. კარგი, ნუ ეს ვებ გვერდი უკვე შევქმნით და ახლა გვჭირდება მისი FTP-ს დაკავშირება, რათა ავდიდოთ ჩვენი სასურველი ფაილები. დავაჭერთ FTP details და ნუ აქ გვიჩვენებს რომ ეს შემთხვევაში არ შეგვიძლია დაკავშირება, თან შევცვალოთ ჩვენ სასხოველი. ანუ აქ უნდა შევცვალოთ ახალი პაროლი და დავაყენოთ. აქ ავიმეოროთ და აქ დავწეროთ პასუხი, ანუ საიდუმლო კითხვის პასუხი, რაც ჩვენ დავწერეთ. დავაჭერთ save. კარგი, მოდი ახლა შევამოწმოთ. ნუ გეკავშირებულია როგორც ხედავთ, კარგი. მოდი ამოვაკოპიროთ host-ი და შტოში გამოვხსენებ ფაილ zillas. ჩავსვათ host-ში. შემდეგი ეს არის ლოგინი და აქ პაროლი. დავაჭერთ enter. და როგორცაც უკვე შევედით ვებ გვერდზე. ნუ აქ ჩვენ სასურველი ფაილებს ავდივთავთ, შეგიძლიათ მაშინ ჩააგდოთ ჩვენ თქვენი სასურველი ფაილი და ის ჩვეულებრივად აიტივდება, ანუ აისახება აი აქ ფაილ მენეჯერში. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.